ახლა ხანს დაასრულდა მზიამაღლობელი საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დღეს ექსპერტის ჩვენმა მოისმინა მოსამართლე ნინო სახალაშვილმა. ჟურნალისტები, როგორც ვთქვი, ემზადებიან, რომ მოისმინონ ადვოკატების და ასევე პროკურორის შეფასებები დღევანდელი სხდომის შემდეგ. ჩვენც მოვისმენთ ამ შეფასებებს. დღევანდელ სხდომაზე ექსპერტმა დაადასტურა, რომ ირაკლი დგებოაძეს არ ჰქონდა სხეულის რანასახის დაზიანება და პირიქით სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა ამ საქმის ბრალდებულს, ამ შემთხვევაში მზიამაღლობელ ჟურნალისტს, რომელიც ბრალდებულია პოლიციაზე თავდასხმაში. დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ როგორც ევროპარლამენტარი, ასევე ზღვასო ქვეყნის ელჩები. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მზიამაღლობელი საქმის განხილვას ესწრებოდნენ ავსტრიელი ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან ლენა შილინგი, ასევე შვედეთის ელჩი საქართველოში ანა ლიბერგი და ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ კაჰარი, ასევე გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. მან შესვენების შემდეგ დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლო. ძალიან კაფეო იყო დღეს ევროპარლამენტარის შეფასება მზიამაღლობელის საქმეზე. მან თქვა, რომ მზიამაღლობელი საქმე მისთვის აჩვენებს იმას, რომ დემოკრატია არის საფრთხეში, რადგანაც ეს არის პოლიტიკური საქმე, ასეთი იყო ლენა შილინგის ავსტრიელი ევროპარლამენტარის გზავნილი, ვიდრე დაიწყებოდა საქმის განხილვა და ვიდრე შევიდოდა სასამართლოს ხომათა დარბაზში. წელს გაიმართა მზიამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი, არსებითი განხილვა. დღეს მხოლოდ ერთი მოწმე წარმოადგინა პროკურატურამ ამ საქმეზე. მოდით ნახოთ რა ხდება გარეთ. გარეთ ისმის შეძახილები თავისუფლება მზიას. ექსპერტმა ასევე თქვა, რომ აი ეს რაღაცა ლოყისი ვიცე, მაგრამ ეს კი არ არის არაფრის მაჩვენებელი და არაფერი სულ წყალია ეს кейსი, უბრალოდ მათ უნდათ შეაშინონ მზია, შეგვაშინონ ყველა ჩვენ დასაჯონის და ამის მაგალითით მერე ყველა დანარჩენი გაჩნდეს. არ გამოვა ეს გარეთაც ხედავ როგორი ამბავია შიგნითაც საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია ეს ყველაფერი და რა ვიცი ბოლომდე ვიბრძოლეთ სამართლიანობის აღსადგენად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. ეს ლევან ცუცქირიძე იყო თავისუფლების მოედნის ლიდერის, ის ესწრებოდა დღეს ამ სასამართლო საქმის განხილვას მზიამაღლობელის პროცესს. დღეს პოლიტიკური ლიდერებიც იყვნენ წარმოდგენილი ხომათა დარბაზში მზიამაღლობელის მხარდასაჭერად. მათ შორის, როგორც უკვე გითხარით, იყვნენ გერმანიის, ესტონეთის და შვედეთის ელჩები, ასევე ევროპარლამენტარი, რომლის შეფასებაც იყო ძალიან კაფეო, ვიდრე დაიწყებოდა მზიამაღლობელი საქმის განხილვა. მან გითხრა, რომ დემოკრატია არის საფრთხეში და მას აჩვენებს მზიამაღლობელი საქმე. მზიამაღლობელი ტოვებს ახლა უკვე სასამართლოს და მას ხვდებიან შეძახილებით. თავისუფლება მზიამაღლობელს! ცეცხლი ბიძინას! ცეცხლი რუსულაჟის! თავისუფლება მზიას!
რუსა, მოდი მოქალაქე, რომელიც ესწრებოდა მზიამაღლებელი საქმის განხილვა, საინტერესოა თქვენ როგორც მოქალაქის შეფასება, რას ნიშნავს თქვენთვის ის, როცა ვინც არის ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი, ექსპერტი ამბობს, ანუ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი ექსპერტი ამბობს, რომ მას არანაირი დაზიანება არ ქონია, ხოლო ვინც არის ბრალდებული, ანუ ვისაც ედაობიან თავდასხმას, ამ შემთხვევაში ჟურნალისტ ქალს, მზიამაღლობელს, მას აღმოაჩნდა პირიქით დაზიანებები, ეს რას ნიშნავს თქვენთვის? ერთ რამეს რომ უსამართლო სასამართლო რას უნდა ნიშნავდეს პრინციპში ხა ის რასაც ანუ აი ყველა პროცესზე აუგნებას ფერმალა დენად აბსურდულად მიდის რა ანუ ეს პროკურორის და ადვოკატის შეფასება ანუ აი იმდენად პროფესიონალური ადვოკატი მზიამაღლობელის ადვოკატი რა ანუ ტექსტზე შავს ამტკიცებს ეს ადამიანი ამბობს რომ აი ცალსახად ანუ თეთრ შავს არა უგადამერია ანუ თან ანუ შავით თეთრზე მკაფიოდ ჩანს ხო რაც არის სიმართლე შეშმარტებას ამბობს ეს ადამიანი აი ამ რაღაცის კიდე ისეთ შეფუთვას ცდილობენ აი რევანდელი კონკრეტულად აი ამ სხდომაზე როცა ეს ექსპერტი იყო მოწვეული და ექსპერტს ვერ ამოათქმევინეს ის გაგონებაც უნდოდა იყო აი იქი გოცინებოდა მაგრამ არ გვაქვს რეალურად სასაცილო საქმე რა იმიტომ რომ ნუ აი ადამიანს ჩააცივდნენ რომ ანუ ხო ეთკინა ხო ნამდვილად ეთკინა და ამას რომ არ არის შედის მის კომპეტენციაში ეს ტკივილის იდენტიფიცირება და დადგენა და ნუ აი ძალიან სასამართლო ხსავენ და კერავენ სამჩელსაც ბრალდებებსაც ასევე თავისი გადასახიდი და მტკიცებულებებსაც მაგრამ ფაქტი ის არის მტკიცებულებების რეალურად წარმოქმნა ამ ადამიანებს არ შეუძლიათ აი მე ერთადერთი რაღაც კადრის გარდა სადაც მზიას ეს კადრი ჩანს სილის გაწულზე კი ადასტურებს ყველა რომ გააცნოს სილა მაგრამ ანუ აი რა მოხდა ეს რეალურად იმ სადარჩევო ღონისძიებებს იმსახურებს თუ არა რაზეც ედავებიან მზიამაღლობელს ახლა ხო ანუ ეს უკვე არის დიდი აბსურდი და პირდაპირ შემიძლია თამამად ვთქვა რომ ეს არის პირადი ანგარიშსწორება ამ შემთხვევაში გეგუაძის და კი ფიქსირდება წინა სხდომასაც ვესწრებოდი და იქ აღნიშნავს და ვერ გაუცემ იმას რომ აი თავისი აგრესიით როგორ აღნიშნავს სისხლით დავიჭერთ ზიან მაგას ჩანს ხო ანუ აი მე მგონია რომ ყველა პროფესიონალ ადამიანს მოითხოვება რომ თავის ვალდებულებას ეს არის რაღაც თავისი ძალაუფლების უხეშად გამოყენება და ნორმალურ ქვეყანაში აი ზუსტად გეგუაძე უნდა იყოს ამ ჩარდებული ვისაც უნდა მოითხოვოს ამ და სხვა უამრავ მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგება რა ეს არ ვიცი უბრალოდ ამ რეჟიმში ამ გარემოებაში ეს რამდენად რეალურია მაგრამ მე მაინც ვჯერა რომ არ ვიცი არაფერი ხმუდმივი არ არის და რაღაც მომენტში და აბსოლუტურად ვჯერა რომ ზია თავად თავისი ადვოკატები და ჩვენც მოქალაქეები ვინცაც ვჯერა მისი სამართლიანობის ამ საქმეს ამ ეტაპზე ამ ქართული ჯამბაზური სასამართლოს ეტაპზე ეს ყველაფერი არ დარჩება და მეორედ დიდ გამოხმაურებას მოიპოვეთ და საერთაშორისო მხარდაჭერა გვექნება ამ მიმართულებით. მადლობა, ეს რუსთავაშვილო მიწე იყო მოქალაქე. მინდა გავესაუბრო სხვა მოქალაქეებს ასე რომლებიც ესწრებოდნენ დღეს მზიამაღლობელის საქმის განხილვას და მოусმინეს ექსპერტის ჩვენებას მიღიანი ადამიანები და მიღიანი ადამიანების დამალვა, შემდეგ მიღიანი ადამიანებისთვის მიკითხები. ეთერ თურაძე, გამოცემა ბათუმელების თავ რედაქტორი, აკეთებს კომენტარს მედიისთვის, მოდით მოვუსმინოთ. ამათ ისამ რეჟიმისთვის არის სასახელმათო, იმიტომ რომ სწორედ ის ადამიანები ძალადობენ ყველგან, სწორედ ის ადამიანები არღვევენ კანონს, რომელიც არის ნიღაბს ამოყარებულები. და თუ ამ ნიღაბს ჩამოხსნიან ადამიანს, გინდა სასამართლოში იყოს, გინდა სადაც უნდა იყოს, მოდი უკვე ეს ადამიანები ყველაფერზე ვეღარ წავიდეს, როგორც ახლა ამ პერიოდში მინდა პაქსოსი წაქცეული ადამიანების ცემა და ბევრი საზღვარი ქცევა, რა ადამიანები ქცევა, რომელიც ნიღაბს ამოყარებულებმა ჩაიგდეს.
ამიტომაც ველოდებოდი რომ ამ ნირვიანების მოხსნილა. რაც შეეხება ექსპერტიზის დასწრებას, მე მაგითხრობ ახლა ამ ექსპერტიზის დასწრებაში. მე მგონია რომ ყველაზე ნაკლებად ყველაზე წესიერი ადამიანი იყო ვინც ამ საქმეში ფიგურატად არის, იმიტომ რომ მან არ თქვა ის, რასაც მის გამპროკურორი უთხრა და დაშინებით მრავალი ზუსტი იყო და ათასგვარი კითხვა დაუსვა. უბრალოდ პროკურორი არის სახელმწიფო გრანდებელი რა და იქცევა როგორც ირაკლი გემოაძის ადვოკატი, ეს არის ძალიან სამარცხინო და ეს თორნიკე გოგოშვილისთვის ეს პროცესი მზიამაღლების საქმე იქნება გამყოფი ხაზი მის კარიერაში. აი ეს უნდა იცოდეს და იმახსოვროს ყველაფერი. ზიამაღლების საქმე ის დაყალიბასაც ასე გვიმოძღვინებს ცდილობს შესისთან ერთად მუშაობა ბესელერ გოგოაძესთან ერთად და ეს იქნება მისი კარიერისთვის გამყოფი ხაზი. და ამასთან შემიძლია მადლობა. ეს ყველა ეთერთურაძე, გამომცემლობა ბათუმელების მთავარი რედაქტორი, თქვენ უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მზიამაღლობა უკვე დატოვა სასამართლო, მას დახვდნენ შეძახილებით მოქალაქეები, გამხნევებელი შეძახილებით და მხარდამჭერის გამხატველი შეძახილებით. ზვიად ქორდის შეფასება საინტერესო იქნება. ბოდის გიხდით, შეიძლება ბატონო ზვიად რომ გაგესაუბროთ პირდაპირ ეთერში ვარ და გაწყვეტილებთ ბოდიში. დღევანდელ პროცესმა რა შეცვალა? პრინციპში მომისმენთ ექსპერტის ჩვენება და რამდენად დღევანდელმა პროცესმა აჩვენა ის, რომ პროკურატურას უკვე ეშინია ამ საქმის. მე მგონია რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ამ საქმის, იმიტომ რომ ამ საქმემ ისეთი საზოგადოებრივი მართლა ძალა აჩვენა, თვითონ ამ საქმემ რა განსაკუთრებით წინა პროცესზე, როცა დგებუაძემ მისცა ჩვენება და პრაქტიკულად რასაც ვერცერთი ის ადამიანი, ვინც მზიას თავისუფლებისთვის ვებჯვით, აი ამ საზოგადოებრივ პროცესს ვერ წავაშველებოდი ისე როგორც გებუაძე წაეშველა ხო თავის ჩვენებებით, იმიტომ რომ მან ისეთი რაღაც ისაუბრა და ისეთი მოსაზრებები გამოთქვა პროცესზე, რამაც გამოიწვია არა მარტო ზიას მხარდამჭერებში, არამედ ზოგადად საზოგადოებაში ზიზღით, აგრესიაც და უსამართლობის უზარმაზარი განხილვაც რა. და ეს ძალიან კარგად დაინახა საზოგადოებამ და რა თქმა უნდა დაინახეს ამ პროკურორებმა, რა თქმა უნდა ამ მოსამართლემაც დაინახა, მათ დაინახეს რომ ეს საქმე ხელში ებრწყნებათ და ამ საქმეს არანაირი სამართლებრივი ფუნდამენტი არ გააჩნია. არანაირი, ამ საქმეს არ ყავს არანაირი ფიგურანტი, ამ საქმეში დანაშაული არ არსებობს. ხო, არ ვიცი დაზარალებული ამაღლობას ასამართლებს ნინო სახელაშვილი დანაშაულზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. და ამაზე უკვე მე მგონი საზოგადოების ყველა მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებშიც კი შეთანხმდნენ რომ არ არსებობს, არ არის აქ დანაშაული. აქ არის ქმედება, რომელიც მაქსიმუმ არის პოლიციელი შეურაცხყოფა. რაც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ითვალისწინებს ამაზე როგორც წესი არც იჭერენ ხოლმე რა. და შეიძლება ფულადი ჯარიმა დაეკისრათ მზია ამაღლობელისთვის, ესეც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ თვითონ საქმის მსვლელობის დროს გამოჩნდა რომ შეურაცხყოფა კი არა, უარესის ღირსი იყო ირაკლი გებუაძე, იმით, რასაც ის აკეთებდა მანამდე, ვიდრე მზიას დააკავებდა ადმინისტრაციული წესით, მაშინ როცა მზია ყავდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული და რასაც ის აკეთებდა პოლიციის შენობაში, და ამას მზია ხედავდა და სხვა დაკავებული ადამიანები ხედავდნენ და მერე, როდესაც უკვე სისხლის სამართლებრივი წესით დააკავა მზია ამაღლობელი. ყველა ეტაპზე ირაკლი გებუაძე გაცილებით მეტ სიმსახურებს, ვიდრე ის სილა არის, რომელიც მას მზია ამაღლობელმა გააწყდა. უბრალოდ აქ სწორედაც აი ამ მთელი შეთითხნილი საქმის ინტერესი იმიტომაც ჰქონდა ხელისუფლებას, რომ ეჩვენებინა რამდენად დაუნდობელი შეიძლება ჩვენ ვიყოთ ნებისმიერი თავისუფალი ადამიანისათვის, მებრძოლი ადამიანისათვის, აქტივისტი ადამიანისათვის და ამას აჩვენებდა და დღეს რა გააკეთა პროკურატურამ. მან კიდევ ერთხელ შემოებრწყნა ხელში ეს საქმე, იმიტომ რომ მოვიდა ერთი წესიერი ადამიანი, ხო? ექსპერტმა რა გააკეთა, რა თქვა ის რაც დაწერა, ხო, რაც დანახი ჰქონდა და რაც დაწერა ექსპერტიზის დაწყნაში, ის გაიმეორა. და აღმოჩნდა რომ თურმე ადამიანს არანაირი გარეგნული ობიექტური დაზიანება არ ქონია
14 საათის შემდეგ გამოკითხულ ადამიანს არანაირი დაზიანება არ აქვს სახელზე. და პირიქით ბრალდებულს აღენიშნებოდა დაზიანებები. რა ბრალდებულს რო აღენიშნებოდა დაზიანება და მე პროკურორმა რო წაიკითხა უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანილი ზია ამაღლობელის სამედიცინო დასკვნა და იქ უფრო მეტი დაზიანება რო არის ვიდრე პოლიციის განყოფილებაში იყო, ეს არის ზუსტად პრობლემა. ეს არის ზუსტად აი ამ საქმის თავი და ბოლო, ხო? ეს არის ძალადობის, ეს არის უსამართლობის და ეს არის დევნის საქმე და პირდაპირ თქვა რომ პროკურატურამ დღეს იმ გადაწყვეტილებით, როდესაც ჩახსნა თავისი 9 მოწმე, მან უთხრა საზოგადოებას ყოველ შემთხვევაში ვინც ვიყავით დარბაზში ყველას ეს განცდა დაგვრჩა, რომ პროკურატურა ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად მოამთავროს ეს საქმე, არავინ აღარ გამოკითხოს, იმიტომ რომ ყველა მოწმე დღეს ვინც კი მზიამაღლობელი საქმეზე მოვა, ის ან არის ცრუ მოწმე, ან მისი სიმართლე. კაბატონო მაია, ერთი წუთი. მაია, მობრძანდით. თქვენი რეპლიკა, თქვენი განცხადება უფრო მნიშვნელოვანია. ახლა განსაკუთრებით რა ხნეს პროკურატურა? რატო ჩახსნა ეს 9 მოწმე? ეჩქარება? ეშინია რომ ეს საქმე ეჩქარება ამ საქმეს დაუშლიან ეს მოწმეები? იცით რა, პროკურატურა დაიხალა მოწმეების მეცადინეობით, ამათი დამთხვევით, მერე ჩვენი კითხვებით, ეს მოწმეები, ნიღბიანი მოწმეები, რატომ შემოხარდამბულად არ ხარ? მათ შორის ჩიტაია, რომელსაც მოუწევდა. რომელიც უცხო პლანეტელია, რომელიც არავინ არ იცის. პლანეტელია და უნდა მოეყოლა, რომელსაც მარში ნახა ეს თემზია ტელეფონთან დაკავშირებული ამბები და ხოლო პროკურატურა დაიხალა, ასე ვთქვათ, აი ამ თავისი ეგრეთ წოდებული ცრუ მოწმეების მოყვანით და იმიტომ ცრუ მოწმეს მე ვისვეძახ. ნებისმიერი ვინც რაღაც ნაწილში მაინც იტყუება, უფრო ცრუ მოწმეა. ზოგი ბევრ ნაწილში იტყუება, ზოგი ნაკლებ ნაწილში. წესიერი მოწმეებისაც ეშინია. დღეს ხო წესიერი მოწმე დავინახეთ, ხო რომელმაც ის დაწერა, ის მოყვა, რაც დაწერა და რაც ნახა. უკვე ისიც დამაზიანებელი იყო მათთვის. დიახ, ისაც ნამდვილად დამაზიანებელი იყო მათთვის და ანუ საკუთარი მოწმეები უკვე ააშკარავებს პროკურატურის სიცრუეს. შეიძლება სიმულანტობდეს. დადასტურებულად ვთქვათ, კი, შეიძლება იტყუებოდეს, სიმულანტობდეს, გამიდასტურა ამ მოწმემ ეს გარემოება. მე გჭირდებოდა პასუხი იმენა მის. ხო, არსებითად სამართლებრივად გასწulis. ახლა ეს გარემოება როცა გამოჩნდა ძალიან მკაფიოდ ექსპერტიზის, ანუ სახელმწიფო უწყების კონკრეტული დასკვნით და მისი ჩვენებით, რომ არანაირი დაზიანება რეკრუტირებოდეს არ ჰქონდა სხეულზე და პირიქით ბრალდებოდ მზიამაღლობელს ჰქონდა, რომელსაც თავდასხმასებდებიან, მას ჰქონდა სხეულზე დაზიანებები. ეს რას ნიშნავს სამართლებრივად? ექსპერტმა დაადასტურა, რომ მზიამაღლობელის დაზიანებები მას სრულად არ იცოდა, იცოდა მხოლოდ ის, რაც მზიას აწუხებდა. დაადასტურა ის, რომ გამოძიებამ არ გადაუგზავნა მას ის დოკუმენტები, სადაც სრულად არის ასახული მზიას დაზიანება, თორე რო ქონოდა ეს სურათი, ასახავდა საექსპერტო დასკვნაში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის რა პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისას აღმოუჩინეს მზიას სხეულზე, ეს ექსპერტიზის შემდგომ მიღებული დაზიანებები იყო? გამორიცხულია, იმიტომ რომ ამ დროს მზია ამაღლობელი უკვე ამ მათ ხელშია ასე. მაშინ იქ უნდა მიიღო ეს დაზიანება. მაშინ ეს ვერსია ეს დაზიანებები გაჩნდა მერე, მაშინ მიუღია ეს დაზიანებები პოლიციაში, დიახ. ჩვენ უფრო მეტი დოკუმენტებიც გვაქვს ამასთან დაკავშირებით და მერე გამოვიკვლევთ იზოლატორიდან რომ გადაყავთ ექსპერტიზაზე მზია და აბრუნებელი. უფრო მეტიც იზოლატორი ამბობს, რომ საერთოდ არ არის დაზიანება არც გაყვანისას, არც შემოყვანისას. ეს აჭარის ბათუმის იზოლატორია დაინტერესებული, ამიტომ ამ თვალსაზრისით ყალბეები კიდევ იჩნება, მაგრამ დღევანდელ ექსპერტთან თუ მიარჩიეთ ყურადღება მნიშვნელოვანი რა იყო. ექსპერტიზას დასკვნაში ხომ ემზადებოდნენ არამხოლოდ ლოყის წითლების იმედზე იყვნენ. ექსპერტიზას დასკვნაში აქვს, რომ ბატონი ბრებუაძე უჩივით კივილებს ყურის არეში, ხო? ყურის ნიჟარაში. მეორე დღეს. ეს ტყუილად არ ეწერა ექსპერტს. და ტყუილად არ არის მოტანილი, რომ ხელი მოხდა ლოყაზე და ყურის არეში, საერთოდ მოხდა ყურზე, ლოყის ქვედა არეში მოხდა, მაგრამ ამას ამზადებდნენ იმისთვის, რომ აი ყურზეც მიიღო რაღაც დაზიანება. თუმცა მოუწიათ ამაზე უარი ეთქვა და ის საზოგადოებრივი აზრის ფორმირების და გამოხმაურების გამო, რაც მოყვა ლოყის გაწითლებას და ამიტომ წინა პროცესზე თავად ბრებუაძემ თქვა, რომ არა ყურიო, კი უთხარიო, მაგრამ არ უკავშირდება
ამ ამბავსო. ესაც მნიშვნელოვანი იყო, ანუ სწორედ ხო ამიტომ საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის გამო მგონია, თუმცა ეს ეწერათ ექსპერტიზაში, ამისთვის ემზადებოდა. ანუ ზეწოლაში რას გულისხმობთ, რომ აი როცა დგებოძე თქვა, რომ მეთქივილი განვიცადეს, არ აღმოჩნდა დამაჯერებელი? ანუ ეს თემა და სავსებით ობიექტურად ხო სასაცილო გამოდგა სასაცილო ამ ქვეყანაში ხომ როგორ აუწითლო და ეთკინა ლოხა და მე უნდა მოეყოლა რომ ყურის შვილებიც დაეწყო ყურის ნიჟარაში ასე ვთქვათ და ნუ მართლა არ ვიცი ხო მისი ყურის დაავადებების ანამნეზი ხშირად უნდა ვადგინოთ მაგრამ აი დაცვის მხარის პოზიცია როდესაც პროკურატურა ხსნის აი ამ 19-მეს როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა გაითვალისწინოს ეს მოსამართლე? ამ პროცესში ჩვენ როლი არ აქვს დაცვას, ანუ მათი მტკიცებულებებია. უბრალოდ ეს მტკიცებულებები აღარ მიიღება მხედველობაში. შესაბამისად, რაც ამ მოწმეებმა თქვეს, ყველაფერი საქმიდან იჭდება. დიახ, მათ შორის ჩიტაიას პატაკიც? მათ შორის ჩიტაიას პატაკიც. მათ შორის კობახიძის ვერსიებიც დაკვეთასთან დაკავშირებით. დიახ, მათ შორის. ანუ კიდე გაიმეორებს პრემიერი ალბათ რომ დაკვეთა იყო, ხო? თუმცა ამოწორ პროკურატურისთვის ის მოწმე დაკვეთაზე საუბრობდა და დაიწყო საუბარი თვითონვე გააკრეს. დიახ, ამ საქმეში გააკრეს, ამ საქმეში არ არის, ასე შეგვიძლია ჩავთვალოთ. ანუ სასამართლო უკვე გადადის დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას, ხო? ბრალდების და სასამართლოს წყალობით მეწევანაც თქვი ჩვენ ძალიან ცოტა მოწმის იმედად ვართ, იმიტომ რომ 18 მოწმე ამოგვირიცხეს სასამართლომ და არაერთი დოკუმენტური მტკიცებულება. ამიტომ დავიწყებთ ჩვენი იმ არსენალით, რაც დაგვიტოვა სასამართლო ბრალდება მიზნუნა, რომ ჩვენ არ ვქონოდა ამ საქმეში მტკიცებულებები და ეს პრეცედენტი. ბრალდება და მოსამართლემაც ხელი შეუწყო, ხო, როცა ამორიცხა ძალიან ბევრი მტკიცებულება. პრეცედენტურ გადაწყვეტილება, როცა წინა სასამართლოს ხდომაზე ყველა მტკიცებულებას ფაქტურად ყველა მტკიცებულებას რიცხავს სასამართლო. და ის ვიდეო მტკიცებულებები, რის გამოც ვამხელდით ბევრ მომენტში ბრალდების მოწმეებს სხვადასხვა გარემოებათა გამო გახდა იძულებული და სააპელაციო სასამართლო რომ უკან დაებრუნებინა ჩვენთვის და ეს მტკიცებულებები ბევრს ამბობს. აი რა მეინტერესებდა კიდე ფორმალურ დონეზე რა რჩება ახლა მოსამართლის ხელში, რა შეიძლება ის დაეყრდნოს, რომ დაასაბუთოს რომ ეს იყო თავდასხმა. სხვა ობიექტური გაგავრემოება შეიძლება იყოს, რამე შეიძლება დაადასტუროს იგივე თქვა ტკივილის განცდა. ხდომაზე დავაყენე შუამდგომლობა, რომ ეს ნორმალურ შემთხვევაში უნდა შეეწყვიტა სასამართლოს. ეს საქმე იმავე ეტაპზე, იმიტომ რომ ბრალდება ამას ვერ ადასტურებს. ეს როგორ არის, ჩვენ არ ვწევა არც გვევალება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მტკიცებულებებით მოვედით. ბრალდება ვერც მაშინ ადასტურებდა რამეს და ეხლა ხომ ის უფრო ვერ ადასტურებს. იმდენი სიყალბე და ასე ვთქვათ, ცრუ ჩვენებები, ცრუ ეპიზოდები გამოვლინდა ამ პროცესში და ყველაზე ბევრი ტყუილი თავად ბრალდებზე საუბრა. დიდი მადლობა, ეს მაია მწარეიშვილი იყო, ადვოკატი, მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში და ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები და განმარტებები მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ეს სასამართლო განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ეს იყო არცებითი განხილვის ხდომა, როგორც უკვე გავიგეთ, პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დასრულდა და დარჩენილი იყო კიდევ რამდენიმე პოლიციელის, სამართალდამცველის გამოკითხვა, ვინც უნდა დაეკითხათ ასევე უпроსორად სასამართლოში, მაგრამ მათზე უკვე უარი თქვა პროკურატურა მოხსნა, ასე ვთქვათ, საკუთარი მოწმეების ნაწილი და შემდეგი პროცესიდან უკვე დაიწყება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. იმ რამდენიმე მოწმეს მოусმენენ და ასევე გამოიკვლევენ რამდენიმე ვიდეო მტკიცებულებას, რაც დატოვა მოსამართლემ ამ საქმეში. თქვენ იცით, რომ მოწმების დიდი ნაწილი მოსამართლემ ამორიცხა და ასევე ძალიან კატეგორიული იყო დაცვის მხარის შეფასება, რომ პრაქტიკულად მზია ამაღლობელი მოსამართლემ დატოვა დაცვის უფლების გარეშე, როცა მოწმეების დიდი ნაწილი ამორიცხეს დაცვის მხარის მტკიცებულებებიდან. დღეს კი სასამართლოს ჩვენება მისცა ექსპერტის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა, ვინც შეისწავლა ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაზიანებები ჰქონდა თუ არა ირაკლი გებუაძის სხეულზე და ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ რეალურად არანაირი დაზიანება ირაკლი გებუაძის სხეულზე არ ქონია და
ასევე მან თქვა, რომ ობიექტური გარემოებებით ვერ დგინდება, მან განიცადა თუ არა ასევე ტკივილი. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე უჩვეულო ხალხმრავლობა იყო, მას ესწრებოდნენ როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიტიკური ლიდერები, მაგალითად ნიკა გვარამია, თავისუფლების მოედნის ლიდერი ლევონ ცუცქირიძე, ასევე მას ესწრებოდნენ ევროპარლამენტარიც კი და ასევე რამდენიმე ქვეყნის ელჩი. დღევანდელ სასამართლოს ხდომას ესწრებოდა ბათუმში. ავსტრიელი ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან ლენა შილინგი, ასევე შვედეთის ელჩი საქართველოში ანა ლიბერგი და ესტონეთის ელჩი საქართველოში მარგე მარდისალუკაჰარი, ასევე გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. უკვე დასრულდა დღეს სასამართლო განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მზიამაღლობელის საქმე უკვე გადადის დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე. რამდენიმე პოლიციელისთვის კიდევ უნდა მოესმინათ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თუმცა როგორც გავიგეთ, პროკურატურამ უარი თქვა მათ დაკითხვაზე და მოხსნა ეს მოწმეები. ამის საპროცესო უფლება ბუნებრივი აქვს პროკურატურას. დღეს ჩვენ ახლახანს გვესაუბრებოდა ლაივში მაია მწარიაშვილი ადვოკატი, რომ პროკურატურა უკვე დაიღალა იმით, რომ მოწმეები ძალიან მკაფიოდ ააშკარავებენ სიყალბეს და სიცრუეს, რაც აქვს სახელმწიფო ბრალდებას ამ საქმეში. და ამიტომაც სხვა მოწმეების დაკითხვაზე უკვე პროკურატურამ უარი თქვა. ხმაურის და შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა დღეს სასამართლოში მზიამაღლობელი საქმის განხილვა. აქ ისმენდა შეძახილები თავისუფლება მზიას. და ითხოვდნენ სამართლიანობის პრინციპის დაცვას. შემდეგ სასამართლოს ხდომაზე, როგორც უკვე გითხარით, უკვე დაიწყება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, მათ შორის მოусმენ უკვე მოწმეებს, რომლებიც წარმოადგენენ დაცვის მხარეს, მათ შორის დაგინიშნოს ისიც, რომ მოწმეების ძალიან დიდი ნაწილი არის ამორიცხული დაცვის მხარის მტკიცებულებებიდან. ეს გააკეთა მოსამართლე ვიქტორ წილოსანმა, მეტრეველმა უპროფესორად, რომელმაც წინა სასამართლოს ხდომაზე მტკიცებულებების დასაშვების საკითხი განხილა და მტკიცებულების ძალიან დიდი ნაწილი ამორიცხა დაცვის მხარის მტკიცებულებებიდან. ის შეძახილები თავისუფლება აღარში მოგატანე ფოეში მაგას აყრუდე ძროხი ჯოლა კაბინეტში მეგაფონი სად იქნება, იცი? ანუ სადაც ლარა იქ მეგაფონი. მალვინა აღარ მოხვიდე შეიძლება. მე დავამოდი რა უყავი. ჰა? ო. ის რა უყავი ვარი. მე მგონია ეს რა. მე გამინდა იქ. უკეთობენ მოქალაქეები ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ისინი ესწრებოდნენ მზიამაღლობელის საქმის განხილვას, არსებითი განხილვის მორიგ ხდომას. მე შეგახსენებთ, რომ მზიამაღლობელი პირველი ქალი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
მას ედავებიან პოლიციაზე თავდასხმას სილის გაწვლის გამო. სილის გაწვლის ფაქტზე ასეთი ბრალდება წარმოდგინა მას პროკურატურამ. ეს მუხლი თვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, სწორედ ეს სასჯელი ელოდება მზია ამაღლობელს ბრალის დადასტურების შემთხვევაში. უკვე შემდეგი სხდომიდან უკვე დაიწყება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც პროკურატურას მართალია ყავდა კიდე რამდენიმე მოწვე წარმოსადგენელი სასამართლოში, მათ შორის პოლიციელები, მაგრამ მათ დაკითხვას უკვე პროკურატურამ უარი თქვა. და უკვე შემდეგი სხდომიდან დაიწყება დაცვის მხარის მტკიცებულების გამოკვლევა, ანუ ის იმოწმეების მოსმენა, რომლებიც წარმოადგენენ დაცვის მხარეს. დღეს სასამართლოს სხდომას მე აქვე გეტყვით და გამეორდები, ვინც ახლა შემოვერთა ჩვენს პირდაპირ ჩართვას, გეტყვით, რომ დღეს სასამართლოს სხდომას მზია ამაღლობელი საქმის განხილვას ესწრებოდნენ ევროპარლამენტარი, ავსტრიელი ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიიდან ლენა შილინგი, ასევე შვედეთის ელჩი საქართველოში ანა ლიბერგი, ესტონეთის ელჩი საქართველოში მარდისალუ კაჰარი და გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი. ჩვენ გითხეთ ევროპარლამენტარს ლენა შილინგს მზია ამაღლობელი საქმესთან დაკავშირებით, რას აჩვენებს მისთვის მზია ამაღლობელი საქმე. და მისგან მოვისმინეთ პასუხი, რომ მზია ამაღლობელი საქმე აჩვენებს იმას, რომ დემოკრატია არის საფრთხეში ამ ქვეყანაში, რადგანაც უკაცრავად ეს არის პოლიტიკური საქმე. ასეთი იყო ევროპარლამენტარის ლენა შილინგის შეფასება, კომენტარი, ვიდრე დაიწყებოდა დღეს მზია ამაღლობელი საქმის განხილვა, ჩვენ მას ვესაუბრეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. მისი ვიდეო კომენტარი ვრცლად თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბათუმელების Facebook გვერდზე, ასე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბათუმელებთან ვრცელი ინტერვიუ გერმანიის ელჩის საქართველოში პეტერ ფიშერის. ბათუმელებმა მასთან ინტერვიუ დღეს გამოაქვეყნა და შეგიძლიათ ეს ინტერვიუ ნახოთ როგორც ჩვენს ინტერნეტ გვერდზე ბათუმელები.g, ასევე ბათუმელებისა ნეტ გაზეთის Facebook გვერდებზე. უმთავრესი არგუმენტი, რასაც ეყრდნობა შეფასება, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პარტნიორი, არის სწორედ კვალიფიკაცია, რადგანაც მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო ედავებიან პოლიციაზე თავდასხმას, ხოლო კვალიფიციური და ავტორიტეტული უფლებადამცველების, იურისტების, მათ შორის ყოფილი მოსამართლეების შეფასებით არ შეიძლება სილის გაწვნა შეფასდეს როგორც თავდასხმად. არათუ პოლიციაზე თავდასხმად შეიძლება ეს შეფასდეს, არამედ საერთოდ არ არის სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაული, ასეთი მკაფიოა იურისტების და ავტორიტეტული სადო უფლებადაცვითი ორგანიზაციების შეფასება მზია ამაღლობელის кейსზე. იურისტები განმარტავენ, რომ მაქსიმუმ შეიძლება მზია ამაღლობელის პასუხისმგებლობა დამდგარიყო ადმინისტრაციული წესით. და მზია ამაღლობელი გაესამართლებინათ მხოლოდ პოლიციელის შეურაცხყოფის ნაწილში, რაც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. თუმცა მზია ამაღლობელს ედავებიან სისხლის სამართლის წესით, პოლიციაზე თავდასხმის მუხლით, რაც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს ამ საქმეს. მას არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, როგორც ის დაადასტურა თავადაც ერთ სასამართლოს სხდომაზე. სწორედ ის მიიღებს სავარაუდოდ განაჩენს მზია ამაღლობელის საქმეზე. ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის. ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.g და ნეტგაზეთი.g, რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.